პრემიერის იუსტიციის მინისტრისა და უმცირესობის კამათის ფონზე მიმდინარეობდა ხელისუფლების წევრების, დეპუტატებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შეხვედრა თბილისში. ხმაური იუსტიციის მინისტრის გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდა. ამის შემდეგ კი კამათი უმცირესობის წევრსა და პრემიერ-მინისტრს შორის გაგრძელდა. ამ დროისთვის შეხვედრა გრძელდება, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა და თეა წულუკიანმა დარბაზი უკვე დატოვეს. ნათია გოგსაძე მუშაობს თემაზე. ნათია, რა თემებთან დაკავშირებით ჰქონდა პრეტენზიები გიორგი ვაშაძეს? ვითარება სწორედ მაშინ გამწვავდა, როდესაც სიტყვა ითხოვა გიორგი ვაშაძემ, მან რამდენიმე მწვავე შეკითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრს, მოგვიანებით კი იუსტიციის მინისტრს. ამის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა ითხოვა დამატებით სიტყვა და მან მიმართა გიორგი ვაშაძეს და ბრალი დასდო მას და თინია ბოკუჩავას, რომ იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთ თანამშრომელს დაავალეს გარკვეული სამუშაო შესრულება და თეა წულუკიანი ამბობს, რომ ეს იყო უკანონო ქმედება. მოგვიანებით გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ საქმე ეხებოდა დიპლომატიური პასპორტის მიღებას. როგორც დეპუტატი ამბობს, მას გაურთულდა ეს პროცედურა და აქედან გამომდინარე მან ითხოვა იუსტიციის სახლში დახმარება და ერთ-ერთი თანამშრომელი იუსტიციის სახლის ლაშა ციმაკურიძე თუ არ ვცდები, ეს სახელი და გვარი დაასახელა გიორგი ვაშაძემ. მას შემდეგ, რაც ლაშა ციმაკურიძე დაეხმარა გიორგი ვაშაძეს, ის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. სამოქალაქო რეესტრის ერთ-ერთ კომპეტენტურ კადრს მიეცით, იყავით რა ოპოზიციაში უკანონო ბრძანება, მან ხათი ვერ გაგიტეხათ და თქვენ და ქალბატონ ბოკუჩავას მოგცათ უკანონო პასპორტები. აი ამის მერე მომიწია ამ კომპეტენტური კადრის გათავისუფლება. კაცი რომელმაც ეს გააკეთა, მელაპარაკება სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე. შეწყვიტეთ უკანონო დავალებების მიცემა იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური კადრებისათვის, რადგან მე ამ კადრებზე დღეს ვაგებ პასუხს, რაც წინა ხელისუფლებას არ გაუკეთებია. მე მივიღე მემკვიდრეობად ეს კადრები, მე მათ პატივს ვცემ და დავიცავ ბოლომდე. შორს ხელები ამ კადრებისგან მიიძლევით უკანონო ბრძანებას. ცოტა შეარჩიეთ თქვენი საუბრის ტონი რა. თქვენ ხართ ის კაცი, ვინც იძლევა უკანონო ბრძანებას. უკანონო თქვენ არ მომეცით დიპლომატიური პასპორტი და მართლა არ მინდოდა. საქართველოს შევა მიცის, რომ პასპორტის აღება შეიძლება 15 წუთში და მე გიორგი ვაშაძეს პასპორტის აღება არ შემიძლია თურმე ამ ქვეყანაში. შუამდგომლობა გავწევდა პარლამენტიდან. დიახ, დავრეკე და ვწევდა პასპორტი მე ერთ-ერთი რამე არ შეხვდათ და უნამუსოდ ნუ იცევით მართლა რა და პირდაპირ გეტყვით ერთ რაღაცას რა, ძალიან მარტივ რაღაცას გეტყვით, რომ ის ხალხი ვინც მუშაობს მიხარია ესაც აღწევს მუშაობას. შეიძლება აქ არ არის აქ არ არის არა თუ არ არის მაშინ უნდა უთხრათ იმას. კი ბატონო, კი ყველას უთხარით. ძალიან გთხოვთ არის ძალიან გთხოვთ. და ძალიან გთხოვთ, ნუ მემუქრებით რა და ვერც ვერაზოს დამემუქრებით. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება. გასაგებია, შეიძლება ის ძალიან სტრესულ მდგომარეობაშია, მაგრამ პოლიტიკური შეფასების გაკეთების დროს, როდესაც ის პირდაპირ ემუქრება პარლამენტის წევრებს, ეს უკვე მეტყველებს, მე ვფიქრობ, რაღაც ძალიან შემაშფოთებელ ფსიქიკურ მდგომარეობაზე. დიდი იმედი მაქვს, რომ ქალბატონი თეა სამომავლოდ მაინც ეცდება და შეიკავებს თავს ასეთი კომენტარებისგან. მთავრობის ზოგიერთ წევრს ნამდვილად ჭირდება, როგორც ვთქვათ, ბრაზის სპეციალური თერაპიის რაღაცა კურსები, ალბათ სპეციალურ ფსიქოლოგ მინისტრის პოსტით არის შემოსაღები და ასევე სასწრაფოა, რომ ბატონ გიორგი ვაშაძეს, რომლის დამსახურება რომ საქართველოში 15 წუთში გაიცემა პასპორტი, თურმე მისი პასპორტის აღება სჭირდება გართულებული პროცედურა და მას უკანონოდ აუღია თურმე და აიძულა თურმე თავის ყოფილი თანამშრომელი მისთვის გაეცა პასპორტი. ძალიან შვიდად და კარგად მიმდინარეობდა, ქვეყანამ კარგად დახეთ. პრემიერის წასვლის შემდეგ უმცირესობის ზოგიერთმა წარმომადგენელმა ცადა რაღაც ჩოულ სტილში გადაეყვანა, მაგრამ მე მგონი მალე დაშოშმინდა ყველაფერი და როგორც ხედავთ, ახლა შვიდობით მიმდინარეობს. გორჩას იუსტიციის მინისტრს ჰქონდა კონკრეტული ინფორმაცია, რაც შეახსენა ბატონ ვაშაძეს. ძალიან უხერხულია, როდესაც ამ ფორმატს, როდესაც არასამთავრობო სექტორი ასწლიანი მუშაობის შედეგებს აჯამებს, ნაციონალურ მოძრაობა იყენებს როგორც პოლიტიკურ ტრიბუნას, ეს უხერხულია. თუნდაც საპარლამენტო უმცირესობის იმ წევრისგან, რომელმაც რამდენიმე საათში მიიღო გადაწყვეტილება და ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვა. ამით აგვამახსოვრა მაშინ ბატონო ვაშაძემ თავი, ასე რომ ეს გაცილებით უფრო მძიმე თემაა პირადად ჩემთვის, ვიდრე ეს პასპორტის საკითხი. ვაშაძე თვითონ ამბობს, რომ პოლიტიკურ განცხადებას სწორედ წულუკიანი აკეთებს და ემუქრება ნაცმოძრაობას. და ეშინია მერე თეა წულუკიანის ნაცმოძრაობა, სხვა ამბობენ რომ არ ეშინია.
ლუკიანისა და ვაშაძის დაპირისპირებამდე ერთგვარი დებატები და დისკუსია გაიმართა ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი ვაშაძეს შორის. უმცირესობის დეპუტატი საუბრობდა საგარეო ორიენტაციაზე, რომელიც საეჭვოა საქართველოს და გიორგი ვაშაძეს ამდა შეკითხვებს, რომ დასავლურ ორიენტაციას ექმნება საფრთხე. მან მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, სომხეთში გაკეთებული განცხადებები, რკინიგზის თემაც. გარდა ამისა, უმცირესობის წევრი საუბრობდა საჯარო სამსახურში მოხელეთა დათხოვაზე. ამ თემებზე მან მოგვიანებით პასუხი პრემიერ-მინისტრისგან მიიღო. პრობლემები და თავისუფლების რომელიც არის ახალი ხელისუფლების მმართველობის სოლიდარობის თვითმმართველობა და რაშიები განვითარებაზე მე აღარ ვისაუბრებ იმ ციფრებზე რაც თავისუფლება რა მოხდა თვითმმართველობაში ფაქტობრივად ძალადობრივად შეცვლა ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების ჩემი აზრით ნამდვილად დემოკრატია ის არის როცა კონკრეტული არჩევნები განსაზღვრავს თუ უნდა ბიუროების ადგილობრივი თვითმმართველობაში და ბიუროების ცენტრალურ ხელისუფლებაში მმართველობაში მე არ ვიცი Organizes განსაზღვრება, რომელსაც იგივე პრობლემა არის, რომ ერთი შედგება, მეორე შედგება, მესამე შედგება, ორგანიზება დაკავშირებული, რომელიც გამოუცემელია, და ამან ვიყავ, ეკავდა დღესდღეობრივ ადამიანს, რომ ქუჩაში გავყავდა, მე როგორი პრობლემა, ველი ფარმა დაუსვით ადამიანებს და ასე შემდეგ. რადგან სამწუხაროა, რომ ეს ალბათ ვერ მოხდა კონკრეტ დროის მასზე, რომ არასამთავრობო სექტორსაც ესაუბრა იმ მეთოდის მიხარებაზე, რაც ეს არის საჯარო სექტორი. Ძალიან სამწუხაროა, არა ცხოველი, არა მისი გამოცდილებები საუბრის სამსახურში არის. არამედ გარკვეულწილად შეიძლება ზოგადად პოლიტიკური ან კიდევ ნათესაობრივი კავშირის გამო. მე ვისაუბრებ თქვენს გასაგებად, რადგან გუშინ როცა თქვენ ვთქვით, რომ არ შეიძლება ქუჩაში ძალადობა დაშვება და მე იმედი მაქვს, რომ ამ გასაგებად შეიძლება კონკრეტული შეტყობინებები სახელმწიფოს მხრიდან, რომ ქუჩაში ძალადობა არ დაუშვას, რომ ანალოგიურად კონკრეტული თეორიული ადამიანების შორის ძალადობა არ გადაიზარდოს სამოქალაქო დაპირისპირებაში. სამის განმავლობაში მისი გაკეთება შეიძლება იმედობის პროცესი, რომელიც განაგებია, შეიძლება გაკეთება მაქსიმუმ. ძალიან პატარა მცირე გადაცემები იყო, ამ შეიძლება ყოფილიყო. იმედა პოლიციის სერვერში, შეიძლება რაღაც პროფესორობა, ანიმატურობა, მაგრამ არ არის შეიძლება გაკეთება რა თქმა უნდა. Qualcosa per essere la polizia cosa fa la essere cambia va di cambia ma la modalità cioè lo voglio dire la santos la modalità che fa show che le ora che cosa quello diciamo la università non è che fa tutto cambio e quello che dico come è stato lavorare anche per siamo cose polizia grande sicurezza perché io parlo della raia della capa questo è interessante un programma che stanno di questo Самого сразу здесь работает вообще шоу-дела с ними заговором через эти дальше договоры и работа договору там все договоры и уже могут сделать капли конструкции главное параметры маки конструкции далее заговоры умрак сделать далее сразу далее информация конструкция это программа ამ დებატებამდე კი დისკუსიაში მონაწილეობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, ვისი ორგანიზებითაც ხდება დღევანდელი შეხვედრა. ისინი დაინტერესდნენ მთავრობის ზოგადი გეგმებით, მათ ერთგვარად 100 დღიანი მუშაობა შეაფასეს მთავრობის. გარდა ამისა, კონკრეტული შეკითხვები დასვეს თვითმმართველობებთან დაკავშირებით, პოლიტპატიმრებთან, შერჩევით სამართალთან და ზოგადად როგორი პოლიტიკა ექნება ხელისუფლებას ნებისმიერ სფეროსთან მიმართებაში. ყველა ამ თემაზე პასუხი დღეს არასამთავრობოებმა პრემიერისგან მიიღეს. მოსვლის დღიდან დაირღვა ბალანსი საკანონმდებლო, საშემსრულებლო და სასამართლო სისტემებს შორის იმ განსვლებით, რომელიც განახორციელეს წინა ხელისუფლების პირობებში 2004 წლის თებერვალში, როდესაც პრეზიდენტს მიცეს მიანიჭეს კანონი პრაქტიკულად დიქტატორული კანონი შემოიღოს, რომ პრეზიდენტს აქვს ყველაფრის უფლება და პრაქტიკულად პარლამენტმა დაკარგა თავისი როლი. აი მინისტრიაზე შევაჩერებ ყურადღებას და აბსოლუტურად არ ჩავრებული ვარ და არც უნდა ჩავრებული ხარ. მე ვცდილობდი შინაგან საქმეთა მინისტრისა და პარლამენტის შეთანხმებულ კრედიტებში ყოფილიყო მეტი როგორც გამოვიდა, ისეთი გამოვიდა, კითხვები რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ძირითადად მე ვფიქრობ, რომ ძირითადად აბსოლუტური უმრავლესობა პატიმრების საზოგადოება დარწმუნებული ვარ მეც, რომ ისინი სამართლოდ იხდიდნენ და აუცილებელი იყო ამ რეფორმის გატარება, ამ ამინისტრის გატარება და უხარვეზო
ვერ იქნებოდა ესეთი სისწრაფით და სისწრაფე იყო ძირითადი მიზეზი ალბათ, რომ თვითოული პიროვნება ცალკე ვერ განიხილეს. ამას დასჭირდებოდა ძალიან დიდი დრო, თქვენ კარგად იცით, მეორე მხრიდან იყო ძალიან დიდი მოუთმენლობა და ამ მოუთმენლობას ჰქონდა საფუძველი, მაგრამ მე თვითონ ძალიან დიდი ოჭი მაქვს, რომ იდეალურად ეს პროცესი არ განხორციელებულა ადგილობრივ თვითმმართველობაში განვითარებულ მოვლენებზე. ჩემი პოზიცია იყო თავში, რომ არ შევრულიყავით საერთოდ და არ შევხებოდით ყოფილიყო ძველი გამგებლები და ეს უკეთესიც იქნებოდა ჩვენთვის. რამდენადაც პასუხისმგებლობა მართველი გუნდი ძალიან დიდია და პასუხისმგებლობის ნაწილი დარჩენილი იყო ადგილობრივ თვითმმართველობებზე. დამარწმუნეს მოკლე დროის შემდგომ რომ ეს ესე თვითნებური განვითარება უარეს კაოს გამოიწვევდა, თითქოს შეეცადნენ იქ ჩარეულიყვნენ კოალიციიდან შემდგარი რამდენიმე კაცი, მაგრამ მე ვიტყოდი რომ უბადრუგი შემთხვევები იყო ჩარევისას თუ გნებავთ. რა თქმა უნდა არ იწვევს ჩემს კმაყოფილებას და ჩვენი გუნდის კმაყოფილებას მოვლენების ასე განვითარება. ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელი პრაქტიკულად საქართველოში არ არსებობდა და ეს იყო მკაცრი ვერტიკალი ზემოდან და იმართებოდა. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი გახდათ ეს, შესაბამისად ადგილებზე, რაიონებში და რეგიონებში შეეცვალათ ის გამგებლები არსებულია, მათი როლი თავისთავად აიღოთ, შეიძლებოდა თუ არა ამ პროცესების უკეთ განვითარება. მე პასუხი არ მაქვს. დღესაც რომ დაწყებულიყო, მე ვფიქრობ, რომ ოდნავ უარესად ოდნავ უკეთესად შეიძლება განვითარებულიყო. რამე თუ შემდგომი პრობლემა არსებობს ესეთი რომ ერთადერთი რეალური ოჯახის რჩენის საშუალება არსებობდა საჯარო სამსახური და ეს იყო ძალიან პოპულარული, ზეპოპულარული იყო, ზეპოპულარიზაცია და უმუშევრობის ესეთი რაოდენობა კიდევ უფრო პრესტიჟულს ხდიდა საჯარო სამსახურს და რა თქმა უნდა იქ ძალიან ბევრი იყო მსურველი რომ მოსულიყვნენ და ძალიან ხშირად მიიწევდნენ ქართული ოცნების წარმომადგენლობას, ისინი არ წარმოადგენდნენ ქართულ ოცნებას, მე მაქვს კოალიცია, ჩვენი წარმომადგენლები არ იყვნენ და ამის სამტკიცად თუ გნებავთ, ნახეთ რამდენად განვითარდა თუ გნებავთ რეგიონებში ახალი პარტიის ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს რეგიონალური წარმომადგენლების დაფუძნება. რაც მოხდა ადგილობრივი თვითმმართველობის შეცვლის გამგებლების თუ საკრებულოების თავმჯდომარეობის პროცესში, დღევანდელი ჩვენი სიმწიფის პირობებში ის მემკვიდრეობა რაც ჩვენ მივიღეთ 20 წლის განმავლობაში, მე ხარჯებზე აღარ გავჩერდები. მე ვფიქრობ, რომ ობიექტური ხელისუფლების ზედა ეშელონების ცვლილებებმა არ უნდა გამოიწვიოს საჯარო სამსახურების თანამშრომლების დიდი რაოდენობის ცვლილება, სტაბილური ნაწილი უნდა რჩებოდეს, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ კონკურსის წესით უნდა ხდებოდეს ძირითადად შერჩევა ახალი თანამშრომლების. მე ერთ-ერთ ჩემს პრესკონფერენციაზე ამაზე გავაკეთე გამოსვლა და ჟურნალისტებმა სწორედ ვერ გამიგეს, თითქოს მე ვახალისებდი იმას, რომ საქართველოში ხშირად ნაცნობობით ხდება მიღება. რა თქმა უნდა, მე ამის ახალისების სურვილი არ მაქვს და დღესაც ვაცხადებ, რომ კონკურსი უნდა იყოს ძირითადი, მაგრამ იქ მე ხაზი გავუსვა და დღესაც შემიძლია გამეორო, რომ ჩვენი საზოგადოების სიმწიფე და განვითარება ამას ნელ-ნელა უფრო დახვეწილს და აუცილებელს გახდის. სირცხვილია ის რაც ხდებოდა და როგორც ექცეოდნენ ჩვენს კონსტიტუციას. ეს არის სირცხვილი. როგორ ხდებოდა ზემოდან თუ გნებავთ ჩემ შემთხვევაში იმისანაცვლოდ რომ უსამართლოდ ჩამორთმეული მოქალაქეობა უკან დაებრუნებინა და სასამართლოს სახით კონსტიტუცია ყირაზე დააყენეს. ეს არის სირცხვილი და უპრეცედენტო შემთხვევა. დღევანდელ შეხვედრას პრემიერთან ერთად აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ძირითადად ძალოვანი გუნდის წევრები, იუსტიციის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, მთავარი პროკურორი და კოტე კუბლაშვილი, უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. ანგარიში დღეს მათაც გააკეთეს არასამთავრობო სექტორთან, აქაც რამდენიმე თემა იყო გამოკვეთილი, თუ რა ხდება საჯარო სამსახურებში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები დაინტერესდნენ კონკრეტული თემებით, რომელიც უკავშირდება თენგიზ გუნავას, ბექა გოჩიაშვილის დაკითხვას. მე როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი და ამ მთავრობის წარმომადგენელი ვერ ხვდები, რას ნიშნავს ზოგადად ის აზრი, რაც განვითარდა. კერძოდ რა არ მესმის. თუკი ჩვენ ვამბობთ, რომ ეს რეფორმა კარგია და ამაზე არა მხოლოდ საიათა ხდება, არამედ თავად ვენეციის კომისია და ყველა მის ხელმძღვანელი, მაშინ თუკი შემოგვაქვს ჩვენ ახალი და კარგი მოდელი, რატომ უნდა დავტოვოთ ძალაში ის წევრები, რომლებიც ცუდი მოდელით არიან შერჩეულები. მე როგორც ამ მთავრობის წევრი ამას არასოდეს მხარს არ დავუჭერ. ურდანიძის საქმის, ურდანიძის ცენის ფაქტს, ურდანიძის მიერ ჭიდაობის ფედერაციის წარმომადგენლის ცენის ფაქტს, ამას დაკავშირებით მე თავი პროკურორი დეტალურად მოგახსენებს, მაგრამ მე მინდა ორი სიტყვით თქვა, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ დაიწყო გამოძიება, ჩემი ინფორმაციით დაიკითხა დაზარალებული, რომელმაც
უარყო გავს ფაქტი მან თქვა რომ ეს ყველა პირადი გარჩევა მე დავავალე ჩვენი სამინისტროს გენერალურ ინსპექციას რომელმაც დაასრულა სამსახურების შემოწმება თენგის გონებად დაკავების თაობაზე გენერალური ინსპექციის დასვენის საფუძველზე მინისტრმა ან მე მივიღე გათვლება დაკავების თანამდებობაზე გავათავისუფლე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 6 თანამშრომელი ამავე საკითხზე როგორც მოახსენეთ აწარმოებს გამოძიებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და დასმის გამოძიების დასმის საბოლოო დეტალები ალბათ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. კოჩიაშვილის დაკითხვის დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს მე მინდა აქვე კიდევ ერთხელ დავადასტურო რომ ჩემი დავალებით ასევე გენერალური ინსპექციამ შეისწავლა ამ საკითხი და არ დადასტურდა რაიმე ძალადობა. შეხვედრა იყო არასამთავრობოებთან თავისთავად ჯანსაღი და კარგი პროცესია. მათ აღნიშნეს ის პოზიტივები, რაც მათი თვალსაჩინარიდან დაინახეს, ასევე გამოხატეს გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები. გასაკვირველია, გარკვეული კრიტიკულ მოსაზრებებს ვიზიარებთ. მეტი გამჭვირვალობის თვალსაზრისით შესაძლებელია გადადგმული იქნეს ნაბიჯები ჩვენი მხრიდან. საქმეები, რომელთა გამოძიებას საზოგადოება მომეტებულად მოელის, უფრო მეტი სისწრაფით უნდა განვახორციელოთ, აი ეს თუ შეიძლება ითქვას კრიტიკული ნაწილი, რომელსაც ჩვენ გონივრულად და გამართულად მევიჩნევთ. დღევანდელი შეხვედრის მთავარი ორგანიზატორები არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, მსგავსი ტიპის შეხვედრები და ამ ფორმატში თანამშრომლობა გაგრძელდება აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, თუკი მთავრობასაც ექნება შემხვედრი წინადადებები. თვითმმართველობები და ასევე ცალკეული დაპატიმრებების შემთხვევები იყო მართლაც ყველაზე დიდი კრიტიკის ობიექტი ჩვენი მხრიდან. ძალიან კარგია რომ უშუალოდ პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ასევე იუსტიციის მინისტრმა მოისმინეს და მთავარმა პროკურორმა და ჩვენ მივიღეთ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით ძალიან კონკრეტული მათი პოზიციები და მოსაზრებები. თვითმმართველობებთან დაკავშირებით ჩემთვის ძალიან მისაღები იყო ის რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა რომ მისთვის მიუღებელია მსგავსი ტიპის პრაქტიკა თვითმმართველობებში და რომ თვითონაც შეწუხებულია იმ ფაქტით, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლება, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოებმაც ვით უფრო მეტად მობილიზებულები უნდა იყვნენ და უფრო დიდი მეტად გააკეთონ პრევენცია იმ ძალადობრივი ქმედებების, რაც მიმდინარეობს. ძალიან ბევრი კრიტიკული შენიშვნა, რაც ამ 100 დღის განმავლობაში დაგროვდა დღეს გაჟღერებული იქნა. პირველ რიგში ხაზგასმით აღსანიშნავია ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებული მოვლენები და იქ ძალიან ბევრი დანაშაულის ფაქტის შემცველი ქმედება, რომ დღემდე გამოუძიებელია და რეაგირების არ მოხდენა, სათანადო რეაგირების არ მოხდენა, გარკვეულწილად შეიძლება წარმახასიათებელ ფაქტორებად შეიძლება განხილული იქნება. მთავრობის 100 დღე ანგარიში არასამთავრობო სექტორს კონფერენცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ამ ფორუმს ესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებით. სულ ცოტა ხნის წინ კომენტარი გააკეთა ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდი აცხადებს, რომ ამ ტიპის თანამშრომლობა მათთვის მისაღებია და აღმასრულებელი ხელისუფლება თუკი ამ ტრადიციას დაამკვიდრებს, ეს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ეს ნათია გოგსაძე იყო.